ოცნების მთავრობისა და საპატრიარქოს ორგანიზებით თბილისსა და რამდენიმე ქალაქში ოჯახის სიწმინდის დღის აღსანიშნავი პარაკლისი აღევლინება. დაგეგმილია მსვლელობებიც. გაშვეთის ეკლესიასთან იმყოფებიან კობახიძე, ყაბელაშვილი და ოცნების სხვა წევრებიც. ბრიტანეთის თემთა პალატაში ივანიშვილისა და მისი გარემოცვის დასანქცირებას განიხილავენ. სავარაუდოდ სანქციების მოლოდინით ივანიშვილმა ბრიტანეთიდან ხელოვნების ნიმუშები ჩამოიტანა. საქსტატის მონაცემებით 2025 წლის იანვარში საქართველოში მხოლოდ ბრიტანეთიდან 252 მილიონის ქანდაკებები და ნახატები შემოიტანეს. ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მცხოვრებთათვის რუსეთის მოქალაქეობის მიღება მარტივდება. ბრძანებას ხელი პუტინმა მოაწერა. იტალია უკრაინის სამხედრო მხარდაჭერას ზრდის. უკრაინის შეიარაღებულ ძალებს 401 M113 ტიპის ჯავშან ტრანსპორტიორს გადასცემენ. დღეს საქართველოში ძლიერი ქარია მოსალოდნელი. ხვალიდან კი სინოპტიკოსები ქვეყნის უმეტეს რეგიონში უხ-ნალექს ვარაუდობენ. ძალიან მარტივი იყო. ნიუ-ორლეანის ციხიდან გაქცეულმა პატიმრებმა საკანში წარწერა დატოვეს.